მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სკოლა იკიგაის პოდკასტების სერიას, მე კატო ვაროცხელი და ჩვენ ვისაუბრებთ ბავშვის განვითარების ბუნებრივ პროცესებზე. დაბადებიდან მოსარდობამდე. დღეს ეტაპობრივად განვიხილავთ, როგორ ვითარდება ბავშვი სხვადასხვა ასაკში. მართალია, არ არსებობს ერთი უნივერსალური სქემა, რომელსაც ყველა ბავშვი მიყვება, თუმცა არსებობს ცხადად გამოკვეთილი ეტაპები, რომლებიც ეხმარება მშობლებს, მასწავლებლებსა და სპეციალისტებს უკეთ გაიაზრონ ბავშვის ფსიქოსოციალური და ფიზიკური განვითარების საფეხურები. დღეს სწორედ ამ ეტაპებს განვიხილავთ და ვუპასუხებთ შემდეგ კითხვებს. პირველი. რას უნდა ველოდეთ ბავშვისგან კონკრეტულ ასაკში? მეორე. როგორ შეუძლიათ მშობლებს მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი ბავშვის განვითარებას? და ბოლოს მესამე. რა ითვლება ბავშვისთვის ბუნებრივ და ნორმალურ განვითარებად და როდის უნდა დავფიქრეთ, რომ შესაძლოა რაღაც არ არის რიგზე. დავიწყოთ დაბადებიდან 12 თვემდე ასაკის ბავშვის განვითარების ეტაპებზე საუბრით. ამ ეტაპზე ბავშვის განვითარება ყველაზე სწრაფია. ის სწავლობს თვალით კონტაქტს, ღიმილს, 2 თვიდან კი ხმაზეც რეაგირებს. სხეულის მართვას, გამოიმუშავებს თავის აწევის, გადატრიალების, ჯდომის და ცოცვის უნარს. ეს დაახლოებით 4-დან 7 თვემდე გრძელდება. 6 თვიდან სწავლობს ასევე ბგერების წარმოთქმას და მიმბაძველობას. ასევე უცხო ადამიანებისაგან თავის არიდებას, რაც სავსებით ნორმალურია. როგორ დავეხმაროთ 12 თვემდე ბავშვს განვითარებაში? მოიწყვეთ სენსორული გარემო, სხვადასხვა ტექსტურის სათამაშოები და ხმოვანი წიგნები, რა თქმა უნდა, მუსიკა და მელოდიები. მიბაძეთ მის მიმიკებს, აჩვენეთ როგორ გამოხატავთ თქვენ ემოციებს, გაუღიმეთ და ესაუბრეთ, ამით მისი მეტყველების საწყის ფორმირებას დაეხმარებით. თუ ბავშვი იმაზე მეტკვებას ითხოვს, ვიდრე თქვენთვის დასაშვებიან წარმოგიდგენიათ, არ შეგეშინდეთ, მიეცით იმდენი, რამდენსაც ითხოვს, რადგან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევების თანახმად, ამ ასაკში ბავშვის ტვინი ზომაში ორმაგდება, წონა სამაგდება, ხოლო სიმაღლე კი 50%-ით იმატებს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა საჭირო რაოდენობით საკვები და ვიტამინები მიიღოს. გადავიდეთ განვითარების შემდეგ ეტაპზე. 1-დან 3 წლამდე, როდესაც ბავშვი ხდება პატარა ადამიანი. ამ პერიოდს შეგვიძლია დავარქვათ მე თვითონ პერიოდიც, რადგან ამ დროს ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად სიარულს, მეტყველებას და სურვილებისა და საზღვრების გამოცდას. რას უნდა ველოდეთ ამ ასაკში? 12-დან 18 თვემდე ისინი სავარაუდოდ პირველ სიტყვებსაც წარმოთქვამენ. 2 წლიდან კი მარტივი წინადადებების შედგენას. 3 წლის ასაკის ბავშვის ლექსიკონი სავარაუდოდ უკვე 100-მდე სიტყვისაგანაც შედგება. სიარული, სირბილი, კიბეზე ასვლა, ეს ყველაფერი ამ პერიოდის დამახასიათებელია. დამოუკიდებლობის მოთხოვნა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში იზრდება და ამასთან შიშიც. მაგალითად, შეამჩნევთ, რომ მომენტებში ეცდება შორს წასვლას, თუმცა შიში მას უკან დაბრუნებასაც აიძულებს. როგორ უნდა დავეხმაროთ ამ ასაკის ბავშვებს? არ გაუკეთოთ ყველაფერი თავად. მიეცით საშუალება თვითონ სცადოს, თუნდაც წარუმატებლად. უპასუხეთ კითხვებზე მოთმინებით. ამით დაეხმარებით ლოგიკური აზროვნების განვითარებაში. გამოიყენეთ დღის რუტინა. შეადგინეთ ძილის, ჭამის და თამაშის რუტინა. ამით მას სტაბილურობის განცდას გაუორმაგებთ. გადავინაცვლოთ 3-დან 5 წლამდე ბავშვების განვითარების ეტაპებზე. ამ ასაკში ბავშვები იწყებენ სოციალურ თამაშებში მონაწილეობის მიღებას, თავიანთი ფანტაზიების წარმოსახვის გამომჟღავნებას და ემოციების უფრო მკვეთრად გამოხატვას. მათი გააქტიურებული ფანტაზიის უნარიდან გამომდინარე, ზოგიერთ ტყულზე შეიძლება გავიცინოთ კიდეც, ზოგიერთ შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ, თუმცა არსებობს კონკრეტული სახის ტყუილები, რომლებსაც ბავშვები ამბობენ და რაზეც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მშობლებს რეაქცია. მაგალითად, თუ ტყუილი განმეორებადია და კონკრეტული პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნითაა ნათქვამი, ასეთი ტყუილი შეიძლება იყოს თქვათ, მე არ გამიტეხავს, თოჯინამ გატეხა. მსგავსი ტყუილი იმიტომ არ არის მისაღები, რომ მუდმივად მსგავსი ქცევის გამო შედეგებზე ფიქრს ვერ ისწავლის და სხვებზე ზრუნვაც გაუჭირდება. კიდევ ერთი ტიპის ტყუილი, რომელიც არ არის მისაღები, არის სხვაზე დაბრალება. მაგალითად, როდესაც ბავშვი ამბობს, რომ სხვამ სპეციალურად წააქცია. მსგავსმა ტყუილმა შეიძლება სხვა ბავშვის დაზიანება გამოიწვიოს და გარდა ამისა, ურთიერთობებში ნდობის კუთხითაც პრობლემები ექნება. მესამე ტიპის ტყუილი, რომელიც ყოვლად მიუღებელია და აუცილებლად მოითხოვს მშობლის რეაგირებას, არის ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტყუილი. სხვას კიდევ რა შეიძლება ველოდოთ ამ ასაკის ბავშვისგან? გააქტიურებულ ფანტაზიის შედეგად
გამოგონილი მეგობრების არსებობას. კითხვებს სამყაროს შესახებ, მაგალითად, რატომ არის ცა ლურჯი ან სად მიდის მზე. თამაშით სწავლას, მორალით, წესებით და თანაგრძნობაც. გრძელ მონოლოგებს, თუნდაც არასწორად აგებულს. როგორ უნდა დავეხმაროთ? დაუთმეთ დრო თამაშისთვის. ეს მათი სამსახურია და სამუშაოც. ისაუბრეთ ემოციებზე. ჰკითხეთ, თქვათ, გონია რომ წინს როცა ამას ამბობ და დაელოდეთ პასუხს. დააწესეთ რბილი საზღვრები. ბავშვი იღებს უსაფრთხოების განცდას და რბილი საზღვრები არ ნიშნავს წესების არარსებობას ან ყველაფრის დაშვებას. ეს ნიშნავს მკაფიო, მაგრამ მოქნილი წესების ქონას. მშობლის მხრიდან თანმიმდევრულობას, მაგრამ არა მკაცრ კონტროლს. ბავშვთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის შენარჩუნებას მაშინაც კი, როცა წესები ირღვევა. მაგალითად, არ შეიძლება ტკბილეული სადილამდე. ეს არის მკაცრი საზღვარი. სადილის წინ ტკბილეულს არ ვჭამთ, მაგრამ სადილის მერე შეგიძლია ერთი ნაჭერი მიირთვა. ეს რბილი, მაგრამ მკაფიო საზღვარია. ახლა გადავიდეთ 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვების განვითარების ეტაპებზე. ამ პერიოდში სოციალიზაცია უფრო ინტენსიური ხდება, ასევე ბავშვი იწყებს ორგანიზებულ სწავლებას, მას უნდა შეეძლოს შედარება, დაჯგუფება, დასკვნების გაკეთება. ამ ასაკში ყალიბდება თვითშეფასებაც. ბავშვი იწყებს საკუთარი თავის სხვებთან შედარებას. კარგია თუ ამ ასაკში ბავშვს აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და შეუძლია გუნდური თამაშები და წესების დაცვაც. მშობლის როლი 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვების განვითარებაში ძალიან დიდია, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ამ დროს მშობელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეადაროს შვილის სხვა ბავშვს. ეს ბავშვს გაუჩენს განცდას, რომ ის არ არის საკმარისი, საკმარისად კარგი. კარგი იქნება თუ ამ ასაკის ბავშვს ზომიერად ჩავთავთ ყოველდღიურ საქმიანობაში, თქვათ საჭმლის მომზადებაში, ფულის ხარჯვაში, გეგმების შედგენაში, რათა უფრო კარგად გაერკვეს როგორ მუშაობს სამყარო. აუცილებელია რომ მათი პრობლემები მოვისმინოთ, თუნდაც თქვენთვის ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩანდეს. გადავიდეთ 10-12 წლის ასაკზე. ამ ასაკში ბავშვი აღარ გრძნობს თავს პატარა ბავშვად, მაგრამ არც მოზრდილია. ეს ასაკი შემდეგი ტიპიური ნიშნებით ხასიათდება. ცნობის მოყვარეობა სხეულზე, სექსუალობაზე და იდენტობაზე. მშობლებისგან დაშორება და მეგობრების გავლენა ძლიერდება. ავტორიტეტის გამოწვევა, მაგრამ შინაგანად მაინც მხარდაჭერის მოთხოვნილება აქვს. როგორ უნდა დავეხმაროთ ამ ასაკის ბავშვს, მოზარდს? არაიცილოდ უხერხული თემები. სექსუალური განათლება ბავშვმა უნდა მიიღოს სახლიდან და არა ინტერნეტიდან ან თანატოლებისგან. გაამხნევეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ შეინარჩუნეთ ჩართულობა და იყავით ყურადღებით. პატივი ეცით პირად სივრცეს, მაგრამ დაკვირვებულად იყავით. ამით ჩვენი პოდკასტი დასასრულს მიუახლოვდა. დიდ მადლობას გიხდით მოსმენისთვის, თუ გაინტერესებთ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული სხვა თემებიც, მოიწონეთ ჩვენი გვერდი და დაელოდეთ შემდეგ სერიებს, სადაც ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ნახვამდის.